თელავის კულტურის ცენტრში ნინო შაშვიაშვილის წიგნის ფერდაკარგული ოცნებების პრეზენტაცია და ნაქარგების გამოფენა გაიმართა. პრეზენტაციაზე მოწვეულმა სტუმრებმა წაიკითხეს ლექსები მისი შემოქმედებიდან აშღერდა მის ტექსტზე შექმნილი სიმღერა. ნინო შაშვიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა თელავის რადიოში, ტელევიზიაში მუსიკალურ წამყვანად. მთავარი როლი ითამაშა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში დადგმულ პიესაში გერი და დედინაცვალი. წლების განმავლობაში ებრძოდა მძიმე ავადმყოფობას და სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. ოჯახმა მისი ხელნაწერი ლექსები მოგვიანებით აღმოაჩინა და წიგნად გამოსცა. ჩვენ დღეს გავიხსენეთ ჩვენი შესანიშნავი ახალგაზრდა თანაქალაქელი ციფრიფანა ფერიასავით გოგონა, რომელმაც მოკლე დრო იცხოვრა, მაგრამ ძალიან დიდი სიყვარული დატოვა, ძალიან დიდი სიკეთე დატოვა, სულიერება დატოვა, შემოქმედება დატოვა. არაჩვეულებრივი ვაჟკაცი დაუტოვა თავის ოჯახს და მასში გრძელდება ნინოს სიცოცხლე. აქ იყვნენ ის ადამიანები, ის უახლოესი ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეშივე იცნობდნენ ნინოს, რომელთან ერთადაც ის დგავდა თავის პირველ ნაბიჯებს ხელოვნებაში, სცენაზე, ტელევიზიაში, ყველა იმ სფეროში, სადაც მან საკუთარი უნარები მოსინჯა, საკუთარი გზის პოვნას შეეცადა. ძალიან ემოციური საღამო იყო. ყველა დამსწრე საზოგადოებას სრემლი არ შეშრობია მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც აქვრის ხედით და ვიხსენებდით ამ ანგელოზივით გოგონას და ეხლაც ემოციებში ვარ ძალიან. ეს იყო ძალიან დიდი შემოქმედი, ანგელოზად დაბადებული, როგორც აღნიშნე ჩემს გამოსვლაშიც. ყველა ადამიანი ანგელოზად იბადება, მაგრამ არიან გამორჩეულები. დედამ როგორც ვთქვი, ყველას უსურვებ ჩვენ როცა ამ ქვეყნიდან მივდივართ და ვინც მიდიანო მარადისობაში მოვკვდეთ და აი ამ წიგნით დედამ ნამდვილად უკვდავ ყო მისი სახელი და მისი